რადგან კარგი ამინდია, მოგწყვიტავ კაბინეტს. დიდი სიამოვნებით. მოგესალმებით. როგორ ახართ? ეხლა ლექციას მოგწყვიტავ თუ რეპეტიციას? ლექციას ეხლა. ლექციას. აღონ ვთქვათ, რომ ლექციას როგორც პედაგოგი, ლექტორი. კი ბატონო, როგორც პროფესორ ასისტენტი. როგორც პროფესორი. რასაც ძალიან გამიხარდა შენი ის. მე გამიხარდა. რა თქმა უნდა, ჩემი გადაცემის ფორმიდან გამომდინარე, ცხადია ჩვენ პროფესორაზე ვისაუბროთ, მაგრამ ძირითადი ნაწილი და ინტერესი არის ის, რომ შენ აი ამ სივრცეში, სამედიცინო სივრცეში დაარსე თეატრი მშვენიერი, რომელიც არსებობდა კულტურის ცენტრის შესანიშნავი ამაზე ველარი. თეატრი არსებობდა და ფესტივალი ამ თეატრში ძალიან მნიშვნელოვანი. ეს თავისუფალი მოქალაქე ვიზნაუდგეს. ყველა, აბსოლუტურად ყველა ერთობლივისა. კარგი, მოდი ეს რექტორების ხეივანია, როგორც ეს არის რექტორების ხეივანი, რადგანაც პატივი ვცეთ, ვიცოდეთ თითოეული მათგანი და რა თქმა უნდა და ყველა მათგანს რა თქმა უნდა. ყველა მიზნებს შენს. არა. რატო, რა იცი? რა იცი რა ხდება? აი. მოდი, პირდაპირ კითხავ ამას, სანამ ჩვენ ვილაპარაკებთ ჩვენ შესანიშნავ ფესტივალზე, რომელიც წელს მე-11-ს გაიმართა. რომელიც პირველი მახსოვს და 11 წელი გავიდა და აქვე აღნიშნავ, რომ პირველივე დღიდან ჩემი ფესტივალის ერთგული ადამიანი ვგზანდები. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომ სადმე ჯიურიში ვიყავი და იმედია სხვაგან აღარ ვიქნები. თუმცა ჩვენთან იქნები. თქვენთან კი, მაგრამ თქვენი გარემო ძალიან მიყვართ, იმიტომ რომ შეძელით ის რომ ესე იგი მოყვარულ სტუდენტთა ფესტივალი ესე ქვია. და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტები, რომლებსაც მაინც გულისხმობაში ყოველთვის უნდა ერთხელ მაინც ენესწრება. ამის საშუალების, ამის სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა მეც და მეც ისე რომ ზოგი ჯობდა პროფესიონალ სახეობას ზოგმა გაანება პროფესიასთან. ანუ აუხსნე ოცნება, მაგრამ შენი ოცნება როდის დაიწყო იმის რომ შენ როდის მოიწამლე სცენით? და მე რატო არ გააგრძელებ მსახიობობა? კი ბატონო. სცენით მოვიწამლე, როცა ვიყავი 10 წლის ბერიკებში, როდესაც მომედი ბატონ გოგითოდაძესთან და არა ერთი ადამიანი მოწამლა ბატონ გოგითოდაძეს ჭალებს, კარგად მოწამლა დღეს უცნობელესი მსახიობები. ნამდვილად და მათზე დგას თეატრალური. კი ბატონო, თეატრი კინო თანამედროვე. ნამდვილად, მეც ესე ვფიქრობ, მაგრამ მე 9 კლასში რო ვიყავი, მივხვდი რომ აღარ მინდოდა მსახიობობა. მინდოდა ექიმობა. ანუ დედა ჩემი იყო პროფესიას მაინც მაგალითად. რაღაც აუცილებლად არის ადამიანი იდეალი და გადავწყვიტე ექიმობა. თუმცა რო ჩავაბარა მივხვდი რომ გონი გიჯობდაო? არა, მაგას არასდროს არ მივხვდი. დღესაც მგონია რომ აქ ჩავაბარე. არ ადგილას მივხვდი. ნამდვილად. უბრალოდ ის ჰობი და ის სიყვარული მინდოდა რომ არასდროს არ მომშორებოდა. აქედან გამომდინარე მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც დავაარსე თეატრი. როგორ მოხდა? ესე მარტივი გამარჯობა თეატრის დაარსებამ და არ იქნებოდა ესე. სტუდენტური დღეები არსებობდა, მაშინ სხვადასხვა უნივერსიტეტი რაც ეყვა სიმღერა თეატრალური ნომერი და ამ დროს გავაკეთეთ თეატრალური ნომერი ადამიანის ცხოვრება. სადაც ბატონ რამაზ ხეცურიანი გახლდათ მაშინ რექტორი დამიბარა და მითხრა ხო არ გვაქვს ჩვენ თეატრი, კი ბატონო შევიდეთ მათ ჩვენი ფეხით, არ გვაქვს თეატრი და ხომ არ იფიქრებ რომ გავაკეთოთ თეატრი. რა თქმა უნდა, თავიდან ამაზე არ ვფიქრობდი, ხო? თან იყო პერიოდი, როდესაც ბიჭების სცენაზე დგომა ცოტა უხერხული იყო. ხო, რასაც წინი ამბავი იყო. დავდგი 6 შინაბერა და 1 მამაკაცი. ერთი ბიჭი იყო, ვისაც უნდოდა? კი, ჩემი ქმარი. და ქმარი იყო უკვე გიგა? არა, არ იყო გიგა ქმარი მაშინ. იქ მოხდა ამბავი? იქ იწყებოდა მისგან და მაგიტომაც წამოვიდა ის ფაქტი, რომ კაი და დავთანხმდები. კი ბატონო. ასკენ როგორ ეგ არ ვიცოდი, თეატრალური ამბავი ყოფილა შენ დაქორწინების. კი, ნამდვილად. შესანიშნავი გიგა მოვიკითხავ აქ. აუცილებლად და ამის შემდეგ უკვე გააკეთეს დარბაზი. ანუ პატარა სალექციოში ვითამაშეთ თავიდან. ეხლა მოვიცოდე, მე ეს არ ვიცოდი. ანუ ის დარბაზი, რომელიც მე ვიცი სცენა, არა შენი დამსახურებაა? ტოპანატო, კი ბატონო, ტოპანატომის სალექციო იყო, სადაც ჭიჭიმ გადატიხრა კედლები, რაღაცები მოვიტანეთ სახლიდან და ვითამაშეთ. იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ ყველამ გადაწყვიტა, რომ მოდი გავაკეთოთ დარბაზი. მოდი გავაკეთოთ თეატრი და ეს იყო 2001 წელს და წელს თეატრი უკვე ხდება 24 წლის. ეგ მართლა არ ვიცოდი, ანუ თურმე მე შენზე მნიშვნელოვანი ფაქტი არ ვცოდნია, რომ თეატრი რომელიც აქ არის, აი ეს დარბაზი ფაქტობრივად შენ გეკავშირდება დიცით. მაგრამ ნახენათი არა მინდა კითხო, შესაძლოა ეს ფიქრები სულ მქონდა. შენ დადიოდი ბატონ გოგისთან ბერიკებში, როგორც მსახიობი, ხო მაშინ არა, მაგრამ
რეჟისურა და ხელმძღვანელობა თეატრის აბსოლუტურად სხვა რამე. და ჩვენ წლების განმავლობაში ვნახულობთ ჩვენს მიერ დადგმულ არაჩვეულებრივ სპექტაკლებს. სად გამოძებნეს? არ ვიცი. რეჟისორული ნიჭი. არ ვიცი, აი ის ბავშვობიდან სულ მქონდეს საორგანიზატორო საქმეების სადმის დიდი ხალობა სულ მოგწონდა. დიდი ხალობა საერთოდ არა, გულისხმობა ხელმძღვანელობა. ხელმძღვანელობა, აი მოდი, ჰე გავაკეთოთ, შენ ამას გაკეთებ, შენ ამას გაკეთებ. ესეთ რაღაცები ბავშვობიდან. მითითებებს იძლეოდი? კი, ყოველთვის სკოლიდან. მაგრამ მე აქ რომ მოვედი, მე თამაშობდი სპექტაკლს. ჩამოვსწრეთ. როდესაც პირველად ვითამაშე, მან მივხვდი რომ იცი რა არის, ანუ მე თან დავდგა თან სცენაზე ვიყო, არ გამოვა, იმიტომ რომ სცენაზე როდესაც ვიდექი მოუყურებდი, აბა ის როგორ თამაშობს, ჩემი როლი მალუწევდა. მე დღემდე მჭირს ხო იცი რაღაც სპექტაკლებში ვაკონტროლებ პარტნიორებს. ხო, ანუ და მე კიდე წარმოიდგინე რომ ჩემი დადგმული ეგ ტექსტი არ შე. მოკლედ, მან ჩავხსენი ჩემი მსახიობური ამბავი და დავიწყე უკვე რეჟისორობა. აბსოლუტურად არანაირი პროფესია. არანაირი ცოდნა ამის განათლება არ გამაჩნია და რა ვიცი, აი დგამ ეს. დგამ შესანიშნავ სპექტაკლებს. კიდე იცი ნიჭი აღმოჩნდა შენ. ამაზე შეიძლება ბევრი არ გიფიქრია, მაგრამ დარწმუნებული გეტყოდნენ ბევრი. ამ წლების განმავლობაში, რაც შენ ახსენე, რაც თეატრია და განსაკუთრებით მე უფრო ჩავერთე, რაც ფესტივალი ტარდება და სპექტაკლები, შესანიშნავი უნდა არის შერჩევა სტუდენტების და ისე მიწოდება, რომ ეს ბავშვები არიან რაღაც ბავშვები, ახთოვანებულები, ბედნიერები, ერთი ოჯახი ხარ. კი, საიდუმლოსაც გეტყვი. მე კი არ ვიღებ პიესას და კი არ ვარჩევ, მე ვის მოუხდება. უბრალოდ რომ ვიღებ პიესას, იქიდან გამომდინარე ვიღებ რა მყავს. ანუ ვინ მყავს? იმ წელს რა კანტო? იმ წელს თქვათ მყავს კარგი ნიჭიერი ბიჭი, რომელიც არის თქვათ ძალიან გამხდა. არაერთხელ აიღო აღმოჩენა და გრან-პრი შენმა ბიჭებმა, შესანიშნავი. გოგოებმაც, ხო, ბიჭი ვახსენეთ თორე ყველა. და ნათია, რამე კითხო? თეატრო დაუბრუნდეთ, ფესტივალი გასაგებია, ყოველწელს ტარდება და მართლა აი ამ სცენაზე აქვს საშუალება სხვადასხვა დასებს წარმოგვიდგინოს სპექტაკლები. ფესტივალზეც გეტყვი მაშინ. ფესტივალზე გითხარი და მე თეატრზე დაუბრუნდეთ რაღაც მინე კითხო. მოკლედ ფესტივალის იდეა საერთოდ 24 წელი, აი მან ვიდიოდი 24 წლის წინ, როდესაც თეატრი უკვე ჩამოვაყალიბეთ და ნელ-ნელა ვითარდებით დარბაზი გაგვეკეთეს ანუ ყოველთვის კონდა ხელსაწყობო ადმინისტრაციისგან უნდა ვახსენო. ბატონი ზურავადი. ბატონი ზურავადი, რომელიც აი ხევანის ბოლოში არის როგორც უკვე აც რექტორი და ყოფილი რექტორი და არ ახსენდა სპექტაკლს, ეს იყო სამაგალითო. არც მარტო სამედიცინოს კი არა, ყველა უნივერსიტეტის დასებს ესწრება. ყველა სპექტაკლი თეატრში ხელოვნური ხოლმე პრემიერებს. ნამდვილად, თეატრში, ანუ თეატრი არის ძალიან დიდი სიყვარული და ეს ყველაფერი არ ჩემთვის მე ვფიქრობ რომ ისი ოჯახია და იხსნება ყველაფერში. და მოკლედ ბატონი ზურაბი უკვე მოვიდა რექტორად და მე მყავს თაობა გენიალური რეზიკო ჩხაიძე, ლიკა, მოკლედ ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც ამთავრებს. და მეუბნება რომ არ დავამთავრეთ, უკვე დავიყოთ. მან გამიჩნდა იდეა რომ გავაკეთო რაღაც უკვდავი, რომელიც წელიწადში ერთხელ სხვა პროფესიის ადამიანები მოვლენ როგორც ითამაშებენ, ასევე საორგანიზაციო საქმეებში. ჩართულები არიან ხო? და წელიწადში ერთხელ ამ სიყვარულით ისიყვარულებენ. ხო, მართლა სიყვარულია ხოლმე. აი როგორ ხვდებიან ჟიურის, მსახიობებს, ეს პერიოდი არის, გონი წლიდან ელოდება ყველა. ელოდებიან და მარტო ხვდებიან, აი ნემსი უნდა შეკერვა, უნდა აგური მოვიტანე, ცემენტი და აი ყველაფერში ჩართულები არიან. ამაზობაში გაფართოვდა და უკვე საერთაშორისო გახდა და აღარ დაჯერდით საქართველოს უნივერსიტეტში. 2012 როდესაც ფესტივალი პირველად გავაკეთეთ, მახსოვს ძალიან გვერდში დამიდექი თამუნა ნიკოლაძე, ნიკა წულუკიძე, არ შემიძლია ეს ადამიანები რო არ გამოვყო. იმიტომ რომ მაშინ არანაირი თქვათ თანხობრივი და რაღაც აი ეს ხო მეგობრობის თავმჯდომარე უცვლელე სანამ გარდაიცვლებოდა. ნამდვილად და ანუ ყველა ჩემი რაღაც ახლობლობით მეგობრობით არც ისეთი მეგობრები ვიყავით მაგალითად ჩვენ რომ კაი მოვდივარ ანუ შენ წამოხვედი იმიტომ რომ სტუდენტებთან ვარ. ესე წამოვიდა თამუნა ნიკოლაძე, ნიკა წულუკიძე და გოგი თოდაძე. შენ კარგი გოგო ხარ და უარს არავინ არ გეუბნება. მაგრამ მოდი თეატრზე რამინა იცი კითხო ეს თეატრი არსებობს, სტუდენტები მიდიან, მოდის ახალი თაობა. არის რაღაცა მუდმივი რეპერტუარი, რომელშიც იგივე უკვე კურსდამთავრებულებიც არიან, თუ ეს უფრო არის მოქმედ სტუდენტებზე სპექტაკლები. იმ მომენტში ვინ წაობდა? ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ მქონდეს რეპერტუარი, რომ კარგი სპექტაკლები. ძალიან კარგი. არ გინდნება, თუ მათ აღარ უნდათ, მაგრამ ხო შეიძლება შეიცვალოს. არა, იცი, მათთვის ახალი პრემიერა, ახალი როლის გაკეთება საინტერესო, ვიდრე რომ თქვა ერთი წლის წინ ვითამაშეთ, თქვა გვერდზე დავიფარე ჩვენ და ადამიანები და ერთ წელიწადში გავიმეორე და ისევ ვიყავი მამალი. არა, მას უნდა ეხლა იყოს მეფელირი. დაუდგე მე მეფელირი შენ კიდე. ეგეც მაგისტრატს ვარ, მეშინია შექსპირის. შექსპირის ვერ ეკარები ჯერ. ჯერ მეშინ. და მე უკვე როდესაც მიდიან, მე თვითონაც მიჩნდება რომ ახალი დავდგა.
ანუ თითქმის არასდროს არ ვიმეორებ. ანუ რეალურად შემთხვევა რომ გამიმეორებია სპექტაკლი, მაგრამ აი 90% არ ვიმეორებ და ახალს ვკავ. ანუ აქ ესე იგი სტუდენტების თეატრია, ასე რომ ვთქვა, რა, ვინც იმ მომენტში სწავლობს. მათივე ინტერესი არის ხოლმე რომ თეატრში მოხდნენ თუ შენ არჩევ და სთავაზობ. არა, არ ვარჩევ. დიდი სურვილია. იგებენ, როგორც კი აბარებენ, გამოდის რექტორი აცხადებს რა როგორი წრეებია და თავისი სურვილით მოდიან. გამარჯობათ, იცით, მე მინდა თეატრალურ წრეში, ან თეატრალურ დასში, ან ჯგუფში. რა ვიცი, 1000 ინტერპრეტაციებით ამბობენ რაღაცებს. თუმცა როცა ჩვენ ვლაპარაკობთ შენს თეატრზე, რომელიც ასევე თქვენი კულტურის ცენტრთან არის გაერთიანებული, არ შეიძლება არ ორსენ ჩვენ ზონელი ამ კულტურის ცენტრის, ასევე არსებობს ცეკვის სიმღერის და ძალიან მართლა ხელოვნებას ექცევა, ძალიან დიდი ყურადღება ჩვენთან. ბადრინა ჭავარიანი არის მართლა ყველაფერი აკაურობა და ცეკვა, სიმღერა, სამედიცინო ცეკვა, აი ძალიან ექიმობა თან ხელოვნება. კი, მე მგონი რომ ექიმი ვერ გამხვალ თუ არ იქნება. ეხლა პროფესორად მომიყევით, თან ამ დროს ეხლა უყურე მოდიხარ რა რესურსი უნდა თეატრს, რეჟისურას, ფესტივალს და პლუს დილიდან გაქვს ლექციები. მაქვს ლექციები, რომელიც მიყვარს ყველაზე მეტად. ანუ ხო ყველას გონია, ყველას გონია რომ თეატრია ჩემთვის. არა, ჩემთვის პირველი პროფესია არის მედიცინა. როგორი ლექტორი ხარ, კაცი ხარ? შენ კაცი არა, ხან ხარ. მაგრამ მაინც უყვარს სტუდენტებს. ანუ როგორ არის იცი თეატრში ჩემი მეგობრები არიან ლექციაზე. სტუდენტები არიან. იმათ უნდა იცოდნენ რომ მე ვარ ლექტორი, აუცილებლად. რაღაცა ბარიერი, სუბორდინაცია უნდა იყოს. იმიტომ რომ მე გადადის დღეს არ ვიცი, დღეს გამშვიდობია. აქ ვიჭერ იმ შუალედს, სადაც არის ძალიან გიყვარდე, მაგრამ პატივს ვცემდე და არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის მათი მთავარი პირველი საწინააღმდეგო ცხოვრების. უნდა გახდეს ექიმი. ანუ არც ერთ პროფესიას არ ვაკნინებ, მაგრამ გახდა ექიმი ნიშნავს, რომ შენ ხარ ღმერთის და ადამიანის შორის აბსოლუტური შუალედი. ნამდვილად და ზრუნავ ადამიანის სიცოცხლეზე, აი ეს უთულეს მე ვერასდროს ვიქნებოდი. არა, მე მგონია შენ იმდენად გულისხმიერი ხარ. არა, გულისხმიერი ვარ, მაგრამ მე შენია სისხლის და ნემსის. ასე რომ შეიძლება სისხლთან საერთოდ არ ქონდეს. არა, რატო ვიძახი, იცი რომ ამიტომ არ მომინდა არავის ალბათ თორე ხარ, რომ ჩააბარებ, მე ცხადია, მაგრამ რაღაცა თუმცა ჩემი დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ გახართ ადამიანის ყველაზე ძვირფას სადარაჯოსთან და ეს არის დასაფასებელი ყველა ექიმს. დიდი მადლობა, ეს ჩემ თავზე გამოვცადე კოვიდი რომ მქონდა და მაშინ მოხდი პირველად მაშინ მომიწია, ასე ვთქვათ, ექიმებთან შეხება და საავადმყოფოში ყოფნა და არა, ძალიან დიდი პროფესია მართლა და აი ისეთი მაგარი სტუდენტები მოდიან, რაც დრო გადის. კარგი ექიმები მოგვიდიან მედიცინაში? ძალიან, მართლა ეგრე. აი იმდენად მოწადინებული არიან და იმდენად მაგრად სწავლობენ, რომ აი უყურებენ, რომ შემთხვევაში ესე არ იყო. არ იყო. ჩვენ დროს სწავლა არ იყო პოპულარული პირდაპირ. ნუ იქ გაწვრებოდი, იქ რაღაცა გასართობი უფრო დროის წარება უფრო იყო, ერთეულები ვინც იდომებდნენ. ნათია, როცა დგამ სპექტაკლებს და უყურებ, არ გინდება შენც როის გესცენაზე? ეს სხვათა შორის გუში წინ თქვი, რომ აუ ძალიან მოვიდა სცენაზე დგა. მერე არ გინდა ერთი ეგეთი რო დადგა? არ ვიცი. ისე აიჭი შეხედა გონი აპირებ. ძალიან მეშინი, არ ვიცი. გონი აპირებ. არ ვიცი. და ამასობაში გასტროლიც იყავით თქვენ. კი, ბევრ გასტროლზე ვიყავით. აი ეს საერთაშორისო ურთიერთობა გამოვიდა თქვენ მოიწვიეთ იმადგან და ასე შემდეგ. კი, მონაკოში ვიყავით და საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა სამი, ანუ არ იყო მათ ჯილდოები, იყო რომ სამი საუკეთესო თეატრის სპექტაკლი დაასახელეს და სამი დროში ავიდა და ერთ-ერთი იყო საქართველოს. ამ ურთულეს ვითარებაში დილიდან ლექციები როგორც ლექტორს, პროფესორს, თეატრის მართვა ფესტივალის პერიოდში დღე-დაღამე გათენება. კი ბატონო. ოჯახთან რა ხდება? შენ თორე ყავს შესანიშნავი ოჯახი, ხმარშვილი აქვე ვიწვი რომ შენი მეუღლე ძალიან გიდგას გვერდში ვიცი. მაგრამ მაინც ოჯახი დედა ჭირდება. მაგრამ აქ ხდება ერთი რაღაცა. ესენი ცხოვრობა? ჩემი დედა ხდება ყველას დედა. შენ დედა ცალკე დედა ყველა. ეს არის პერიოდი, ცალკე ამბავი ის რომ დედა ჩემს გარეშე ანუ ალბათ ვერაფერი ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ამ პერიოდში ის იღება, არა მარტო ამ პერიოდში, მთელი ცხოვრების პერიოდში იღება. არა მარტო შენი მე მახსოვს სტუდენტები რო ვიყავით, შენ სახში ძალიან ხშირად, იმიტომ რომ შენი ბერიკელები, ჩემი ჯგუფელები იყო და შენ დედა იყო მათი დედა, მთელი ბერიკელები. დღემდე ესე არის. დღემდე მახსოვს გაგეცემა. პოლიკას ტკივილები დედა ჩემს უფრო ტკივა. დღემდე მახსოვს 27 წლის წინანდელი დედა შენის ამდოდებული ერბოკვერცი ყველით. პოლიკას უყვარდა და მეც ვიყავი და იმის გემო დღემდე მახსოვს. აი, საჯაროდ ვიცი. პოლიკას ისე. ყოველდღიურად ყველი და ხო და მოკლედ მაინც ოჯახი გიდგას ამ კუთხე გვერდში. ანუ აბსოლუტურად
ჰარმონია იმიტომ ხდება ამ ყველაფერში, რომ დედა ჩემი მეუღლე და ბავშვები, სხვა შორის ბავშვები არიან უკვე ჩართული. ანუ გარტე, ვიცი, შარშენ ფესტივალზე უკვე დავინახე. კი, ანუ ეკატერინე უკვე საორგანიზაციო საქმეებშია ჩართული და ჰიგიაში მუსიკალური გამხურვებები. სცენაზე არა? სცენაზე ჯერ არა, სტუდენტები არ არიან ჯერ და. ამიტომ არანაირი ოჯახი და არანაირი რა თქმა უნდა, წესი არის. წესი აქ უნდა იყოს მარტო. აპირებენ ექიმობას. რუსუდანი მესამე აპირებს ექიმობას. გასაგებია. რა არის შენს ოჯახი? რატო გეკითხები? მე მახსოვს შენი ოჯახი, შესანიშნავი მამა, რომელიც გარდაცვლილია და ოჯახური სითბო, აი ნამყოფი არ არაერთხელ და ვიცი რა არის შენს მოკლედ ოჯახი და ეს გარემო. შენთვის პირადად რა არის პირადი ოჯახი და გასაგებია რომ შეიძლება ფიზიკურად დიდხანს ვერ ხარ იქ, მაგრამ ვიცი როგორი გადამკვერი დედა და ოჯახი ხარ. ოჯახის ფენომენი რა არის? შენი ოჯახი როგორ გახსოვს? შენი ბავშვობა? ანუ ალბათ მამაჩემისგან მოდის ეს ყველაფერი და მაგიტომაც გავსვი ეს კითხვა. ხო, რომ აბსოლუტურად ყველას უნდა დავეხმაროთ, ყველას გაჭირვება გპიროდეს, მაგრამ შენი სამშობლო შენი პროფესია იწყება ოჯახში. ანუ ჩემთვის იდეაში სამშობლოც. სახელმწიფო პატარა შენი ოჯახია. მეგობრობაც, პროფესიაც ყველაფერი არის ოჯახი. ანუ ოჯახიდან მოდის ჩემთვის ყველაფერი სხვა სიყვარული. მართლაც ძალიან. ანუ შენ ესე რომ ყველა გიყვარდა და ყველას უყვარ ხარ, შენს ოჯახში ისწავლე ეს ყველაფერი? და ჩემი ოჯახი მაძლევს მაგ სიყვარულის უფლებას. მაგ აი სიკეთის კეთება თუ ბედნიერების კეთება იქიდან მოდის. ისინი მიმაძლებენ მე სხვა სულიკებ. წმენა როგორია შენში პირადი წმენა ღმერთთან და ოჯახიდან რა გახსოვს და იყო თუ არა ესეთ ოჯახიდან გამომდინარე რომ შენ დაუშვეთ როგორ დაუკავშირდი ღმერთს თუ შენით მოხდა? არა, როგორ იყო, იცი, რაღაც მე რო ვიყავი 14 წელს ასაკში, დაახლოებით მაშინ ჭყალებში შემოვიდა მოდაში. კი, მეც მაგ დროს ვარ მისული. კი. და ეს კარგი მოდა იყო ახალგაზრდობა მივიდა ეკლესიაში. მაგედან იწყება აბსოლუტურად აი როგორ იცი, აი რო არიცი, როგორ და რა. ასევე ჩემი მეზობელია გია პაპუაშვილი ზაზასმა, რომელიც ძალიან მორწმუნე იყო. კი ბატონო. მამა ჩემის ძალიან ახლო მეგობარი და ყოველდღიურად ამოდიოდა და ხდებოდა ამ თემებზე ლაპარაკი. ოღონდ პერმანენტულად ყოველ დღე გარჩევა ბიბლიის რაღაც. და 16 წლიდან უკვე ხდება ის, რომ მამა ჩემი ხდება საოცრად მორწმუნე. უკვე ჩვენ რო ვიწყებთ, აუ არ გინდა რა მარხვა რა, წამოდი რა. კი, ანუ აი რა ვიცი, ცოცხლის ბოლომდე მამა ჩემი მისაბაძი მორწმუნეა ჩემთვის. ტაძრიდან მოხდა გასვენება, ესეც მაქსუს მიქაელი მთავარანგელოს ტაძრი. და ეს იყო მაგალითის მომცემი? ეს იყო მაგალითის მომცემი, რომ არსებობს მხოლოდ ღმერთი და ღმერთის იქით არა. ღმერთის სიყვარული. შენი რწმენა როგორია? ესე იგი ცოტა გაგვანდო. აი შენი დამოკიდებული, აი როცა ვიძახე ღმერთის სიყვარული. არა, რწმენა მაგ ძალიან მყარი, მაგრამ მე როგორც ღვთის მოშიში და მისადმი საკეთებელი საქმე რაც არის, ზოგჯერ პასიურობ და არ მომწონს. არ მომწონს უკვე კარგია. კი, იმიტომ რომ ზოგჯერ მარხვას რო არ ვიცავ, ეს არის ჩემთვის პატიებელი, მაგრამ მე კაი მაპატიებს ჩემი ღმერთი. მე ვფიქრობ რომ არა. გაქვს პირადი ურთიერთობა საუბრები ღმერთთან? ისმენს? პასუხობს? და სულ გვერდში მიდგას, ანუ არ მაქვს ოცნება, რომ ღმერთმა არ შემდისროლა, ანუ ჩემის გარდაცვალების გავარდა. ნუ ესეც რაღაც წესი არის. იყო რაღაც ცოტა შინაგანი პროტესტიანი გაბრაზება მამის გარდაცვალების გამო? არა. მიიღე? კი, იმიტომ რომ მანამდე მეგობარი დამეღუპა და მან ჩემს სულ მიხსნიდა, რომ ეს რაღაც კანონზომიერება, ესე უნდა მოხდეს. მას არ უნდა გავუბრაზდეთ. როცა ამბობ რომ ღმერთის სიყვარულია და შენ თქვი რომ ძალიან მიყვარს და აი რაში უნდა ვლინდებოდეს რომ ღმერთის სიყვარული რას გულისხმობ ნახე მე შეიძლება ვიძახი რომ ღმერთის სიყვარულია მაგრამ მე ხომ მეტყობოდეს ეს აი ადამიანებში როგორ უნდა გამოვლინდეს რომ ღმერთის სიყვარულია და მე ღმერთი მიყვარს შენი აზრით ანუ შენ და გავანებოთ ახლა საღვთისმეტყველო განმარტებებს თავი ადამიანურად რას ფიქრობ შენ აი ნახე რა 44 წელს ვარ ღმერთი მიყვარს და მე ღმერთის სიყვარულს სხვას ვასწავლი ხო ანუ სხვასთან სიკეთეს ანუ ფაქტები. სიკეთე მინდა რომ დავთესო. თუ ცუდად იქცევა, შეიძლება მეც არასწორად ვიქცევი, მაგრამ მინდა რომ აი ტკბილად ამოხსნა. ყოველთვის აბსოლუტურად ერთხელ არ მახსოვს რომ ცუდად დამებრუნდა. ანუ არასდროს და მან ვფიქრობ რომ ხო ღმერთი მე იმდენად მიყვარს, რომ არ მანახა ცუდი. ანუ არასდროს დაბრუნები ადამიანებისგან ის ფაქტი რომ მე ძალიან კარგი გავუკეთე და მან გული გადგინა არ ყოფილა? არ ყოფილა. მართლა ვამბობ არ ყოფილა. და ბედნიერი ხარ. ანუ მე ღმერთი მიყვარს და ის მაძლევს ძალას, რომ ყველას ვუყვარდე. ეგ ჩემთვის სიყვარულია ღმერთის. უსეთ მნიშვნელოვანი რამე თქვი რომ მაგის მართლა არ მახსოვს. ერთი ადამიანი არ მახსენდება. შეიძლება ისეც არის ცოტა რომ შენ ხარ ესეთი ადამიანი პირდაპირ ვიძახი რომ ყველაში კარგი ხედავ და ცუდი შეიძლება გააკეთოს, მაგრამ კარგი დაინახე. ეგ ღმერთის სიყვარული არ არის. ეგ არის თუ არის, ეგეც კი არა, ეგ არის რომ ყველაში კარგი ეძებო. პატარა ვიღაცა თქვა დააშავა, მე რა ზეგ მოვა, მოსულა სულ. ხო, ანუ
ვთილობ რომ მისცე შანსი დაინახო სიკეთე და ადამიანში დაინახო კარგი. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რეალურად ჩემს კითხვაზე ყველაზე სწორი პასუხი გამეცე ახლა შენ რომ ამას როცა ახერხებ რომ ღმერთის სიყვარულით გამტარი იყო, ამით შეიძლება იყო, აბა სიტყვით ყველაფერს ვიტყვით. თქმედებით როგორია. მადლიერება როგორ შეიძლება ღმერთს გადავუხატოთ? ანუ აბსოლუტურად სუმადლიერი უნდა იყო. აი ალბათ სიკეთის კეთება გასცემ. ეგ არის მადლიერება, ეგ უნდა ალბათ ღმერთს. რომ შენ გაკეთო სიკეთე. გადკევენ მე რა გაუცინა უთხრა მოდი აბა თავიდან დავიწყოთ. ახერხებ მაგას? კი. ეს სულ ესე იყავი თუ რაღაც გამოიმუშავა? ოჯახიდან ესეც? ან პატარა რომ ვიყავი, მამაჩემი დედაჩემისგან მოდიოდა რომ არა უშავს მე რა ვიღაცას გალანცხავდა, არა მე რა მოდი აბა ჩვენ მოვიტკბოთ. სულ გამოდიოდა მათ, სულ გამოდის მე. ვართო კარგად მისმენია. კარგი, ნელა გაგაცილეთ. კი ბატონო. რეპეტიცია გეწყება, ვიცი. კი ბატონო. ლექციებიც გეწყება. მე ხა მოდი ბარემ ფესტივალზე ვილაპარაკეთ, როგორ ჩაიარა წლევანდელმა ფესტივალმა, როგორი ის იყო რა კონტინგენტი და ახალი აღმოჩენები თუ იყვნენ. ძალიან კარგად ჩაიარა იმ გაგებით, რომ 7 თეატრიდან 5 იყო დებიუტანტი. როგორც რობაქიძის თეატრი თიკო კორძაძე რეჟისორობდა. ქალოდან თინათი. კი ბატონო, ჯიპას დასი. რა თქმა უნდა. თიკო უნიჭერესი გოგოა. თელავიდან იყვნენ ჩამოსულები. ჩემს საყვარელი თელავი. კი ბატონო და ანუ ვფიქრობ, რომ რადგანაც ახალი დასები შეიქმნა მარტო ამ ფესტივალისთვის თუ გინდა უკვე ღირს ფუნქცია შესრულებული აქვს. ფესტივალმა იარსებობს კიდე დიდი. ამით ლევანდელი ფესტივალი შედგა. კი ბატონო. და დაიწყო ფიქრი და სამზადისი მომავალ წლამდე. მომავალ კი. აქვე ვთქვათ რომ ეს ფესტივალი ტრადიციულად დეკემბერში ეხვალ, მაგრამ მოვლენების გამო, მაგრამ გაზაფხული ძალიან უხდება და ხო და გახსოვს სულ რო ვიძახდი მე რომ სხვა დროს გააკეთეთ, გახსოვს? მაგრამ ნახე რა არის, მაინც ასოცირდება ახალ წლთან და ნაცის ხესთან და იყოს დარჩეს. ხო, იყოს, როგორც იყო, ისე იყოს. თავარია რომ იყოს ყოველ წელს, ჩატარდეს, ამდენ ადამიანს უხაროდეს, ელოდებოდნენ, იდგნებოდნენ. აი ეს იყოს თავარი. მონაწილეს ასევე თქვენ ჟიურის წევრებსაც. ეს იყოს თავარი. მე გაგიშვებ. მადლობას გიხდი. ძალიან დიდი. ძალიან კარგი საუბრის, მოდი გაკვეცო და წარმატებები მომიკითხე შენი სტუდენტები, შენი ისინი. ყველა ძალიან უყვარხარ, ეგ იცი და მადლობა ყოველთვის ერთგულებით. გვერდით მიგახარ, გიგავართ ყოველთვის. კარგად, აბა, დროებით. ყველა ადამიანი უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი გული შევინარჩუნოთ ისე, რომ მართლა წველი იყოს.